ესე იგი გავიღვიძე დილის 8 საათზე, ოღონდ ისე რომ აღვიძა რა არ დამეყენები, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ჩემით გამაგვიძება. და ნუ ვიპოვე გადავედი ეს ლაივი და ხვდები რომ უკვე ძალიან ანუ რაღაც ვხაკურობ რა არა ადეკვატურად. ნუ შევხედე იწყება ეს ორთაბრძოლა და აი გამოდიან უკვე მებრძოლები ჯერ ისა ოლივეირა რატო ეძახი ოლივიერას. გამოვიდა რაღაცა უკვე თან ეს ტელეფონში უყურებ და ხანაკეთ გავწია ხანიკით და აი უკვე რომ ილია გამოჩნდა აქამდე აი მოსამზადებელ პერიოდში ძალიან ბევრი ემოცია დაგროვდა როგორც ჩანს და მივხვდი რომ აი ეხა დგება ის ჟამი და ის წამი და აი არ ვიცი მეც არ ველოდი ჩემგან ამ ემოციებს მაგრამ დავიწყე ტირილი რაღაც თვითნებურად ეს ცრემლები მომდის უყურებ და ხვდები რომ ეს მობილური მიშლის ხელს ანუ რა დისტანციაზე დავიყენო ვერ ვიგებ და ნუ გამოვკვეთა და ნუ დაიწყო და ხო შესაძლოა საშიშად დაიწყო ორთაბრძოლა იმიტომ რომ თან ისედაც ეს შიში და მოლოდინები გქონდა ხო ოლივეირასგან რომ საბმიშენების ასე ვთქვათ ოსტატია და აი ეს კლინჩი ხო რომ ასე ვთქვათ შებოჭა თუ აი ამ ოქტაგონის კედელთან მიაყენა მე მგონი საერთოდ ილია კარიერაში ეგეთი რამე არც მომხდარა რაღაცა უსიამოვნო შესახედიც იყო და ანუ გადაყვანას თუ არ ვიცი წაქცევას უპირებს თუ რაღაც ხდება და მართლაც თითქოს წააქცია და აი ძალიან უკვე ხო გეუბნები ამ მობილურს იქით გადავაგდე და აი ესე შორიდან უყურებ და ამ დროს კომენტატორის ხმა მესმის რომ ისო სისხლი მოსდის რა ჩალს ანუ თავი მოხვთაო თუ რაღაც და უცბრო გული მომეცა და დავიბრუნე ეს მობილური უყურებ და ამ მომენტში დაითრია ფეხი რა და ეგრევე რომ აგენთება რომ ანუ საბმიშენისკენ მიდის საქმე თუ რა ხდება და ეს ფეხი ძალიან სახიფათო და საშიათ ხო იყო და ნუ გამოითავისუფლა ილია მადგა აღარ ჩაყვა ამ ემაში და ხელახლა რომ განახთა და ვიძახი რომ ამ რაუნდებს რა გაუძლებს ახლა და აი არ ვიცი რა მომენტში გაატარა ეს დარტყმა და რა მომენტში უცებ წაიქცა ჩალს ოლივეირა და რა მოხდა ერთი მოქნეული კი დავინახე მაგრამ გადა ნოკაუტი აი მართლა პირველად ვუყურე ლაივს UFC-ს ანუ MMA-ს და ესეთი ადრენალინი ესეთი არ ვიცი, ნუ რა თქმა უნდა ქართველი რომ მონაწილეობს ეს ათმაგებს ამ მომენტს, თუმცა აი ესეთი მართლა ემოციები მე თვითონ გაკურებული დავრჩი და ნოკაუტი მორჩა და მე ჯერ რაღაც წამები ვერ დავიჯერე რომ ანუ ისა გაიმარჯვა ჩემპიონი გახდა მეორე დივიზიონის ანუ რაღაც საოცრება და უკვე თქვა კომენტატორმა და უკვე გამეორებაზე შენელებულ კადრებზე აღვიქვის ერთი დარტყმა და მეორე დარტყმა როდის მოასწრო ანუ არ ვიცი წამის მიასედებში შენელებულ კადრში მივხვდი რა მოხდა და ესე იგი 2 წუთი და 27 წამი იყო როგორც მახსოვს არ ვიცი ძალიან მაგარია ვულოცავ სრულიად საქართველოს და თითოეულ გულშემატკივარს და მართლა დიდი სიამოვნება და რაღაც ნერვიულობა ნარევი რაღაც აღფრთოვანება აღტაცება ძალიან მაგარი მიქსი მოიტანა ემოციების და არ ვიცი აი წინ უკვე ხო ეს პეტი პიმპლეტი თუ რაგვარია რომ გამოვიდა და ეგეც ნუ რა თქმა უნდა შოუს ნაწილია და დანა ვაიტი რომ ძალიან ბედნიერი იყო რომ რა შოუ კეთდება და ილიას ძალიან ჩემი აღქმით ძალიან ასე ვთქვათ სიმპათიებით და კეთილგანწყობით არის რატომაც არ იქნება და ну ეს პიმპლეტთან გასაგებია რომ რაღაც კიდე სხვა ემოცია შემოდის, იმიტომ რომ აქ რაღაცა საქართველოს და სამშობლოს თემებს შეეხო და რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენგანისთვის რაღაც დამატებითი მუხტია, რა თქმა უნდა ეხა მე სახეები იყო ძალიან მაგარი, აღარ მახსოვს ის სომეხი მებრძოლია მგონი იმის გვარი ვნახავ და შემდეგ ვიდეოში ვეცდები რომ ამოვანათო და აი სახეები იყო საოცარი რომ ოპა
ძალიან ვიხალისე ვიღაც კომენტარი წავიკითხე რომ სად არიან ახლა ხაბიბები და მახაჩევებიო და მართლა ძალიან დიდი სიამაყის განცდა იყო და სუპერ სასიამოვნო საყურებელი. აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ჩემ პოდკასტის ქვემოთ კომენტარების ველში ჩემს YouTube არხზე დამიწერე რამოდენიმემ რომ სეტანტა სპორტის რაღაც ლაივი აქვთო და იქო გახსენესო. გადავედი ვნახე და ნუ ერთ-ერთი წამყვანი ძახის რომ ირინა ტორონჯაძეო არ ვიციო და ადამიანი და ირინა ტორონჯაძე არჩევდა ილია თოფურიას. ვინ არის ოთი ირინა ტორონჯაძე? აი ვიდეოში კი ვნახე. არ ვიცი როგორ აი უცებ ვიფიქრე რომ კი მაგრამ რაც მე ოქტაგონებზე ნაბრძოლი მაქვს ეგეთი უნდა მენტალურ ოქტაგონებზე ბრძოლა წესების გარეშე ექსპერტმა როგორ არ უნდა იცოდეს თუნდაც ეს ვიდეო თუ ნაგულობ ქალს ბოსს ეძახით ნაგულობი კაცის ბოსია ხო და ბოსები ნუ გვიკითხავენ მორა მოდი ვნახოთ კიდე რეები თქვეს და თან ანუ ძალიან ისე უყურებს ეს ადამიანი რა ის ვიდეო რომ მოусმინე ამ ისე ტელევიზორზე გაგდასაძრახი ხარ მემეებზე კიდე ძალიან ანუ ეთყობა რომ ადამიანს დააინტერესა მოეწონა ეხლა მართლა უყურებს ხო მაგასაც ანუ თვითონ მართლა უყურებს მოდი ვთქვათ რომ overall ძალიან კარგად და დადებით კონტექსტში მახსენს ძალიან გამიხარდა ეს გამოხმაურება დიდი მადლობა და ძალიან ვიხარეს. მოდი ახლა გადავხედოთ ჩემს ამ პირველ გამოჩენას ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც MMA ქვია და UFC, რაც ჩემთვისაც მართლა ეს იყო რა მოულოდნელი და დაუგეგმავი ასე ვთქვათ მოცემულობა და ნაბიჯი, როგორი გამოხმაურება მოყვა. ესე იგი TikTok-ზე ეს კათი, რაც ამ თემას ეხება, 60,000 ნახვას გაცდა და ძალიან ბევრი ლაიქი და კომენტარი აქვს. Facebook-ზე 40,000 ნახვას გაცდა და აქაც კარგი ჩართულობა აჩვენა. მოდი ვნახოთ რამოდენიმე კომენტარი, რომელიც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის და თქვენს მინდა რომ გაგიზიაროთ. იშვიათად კარგად გარჩეული ილიას მენტალიტეტი. ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა, სიამოვნებით უყურე ბოლომდე. მაგრა დაანალიზებ ჩემ და გასაკვირად, ფემინისტი მეგონე, თურმე UFC-ს ანალიტიკოსი ყოფილხარ, 100 არ ჯობია. ეს 100 არ ჯობიაში ძალიან მრავლის მთქმელია ეს 100 არ ჯობია. ბოლომდე მეგონა რამე ფემინისტური უნდა ჩაგერტყა. ესე არ ჯობია ეს სხვა წერს უკვე. Welcome to UFC. ქალბატონო ირინა, დიდი ხნის სტაჟის ფანი MMA-ს გეუბნებით, კარგად გამოგდით ამ თემაზე საუბარი. დიდი მადლობა. ირინა, შენს დანახვაზე ყველა ვიძაბებით ხომ ხედავ და მე დაუწერე რომ კარგია, სულ მოჭმული უნდა იყოს მაყურებელი მეთქი და ნამდვილად ძალიან სასიამოვნო ეს ჩართულობა, რაც თავარია მართლა მაღალი ოსტატობის და ძალიან მაგარი სანახაობის და სპორტის თანაზიარი ვართ ყველანი ერთად და ეს არის უმთავრესი. და ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენო ერთ-ერთ ინტერვიუში ილია მახსენე სხვათა შორის შიში, ანუ კიო როგორ არა აი სანამ გავალო ოქტაგონზე იქ გასახდელში ეს რაღაცა შიშმა შეიძლება შეგიპყროს. აი შიშის თემა და ცოტა ფსიქოლოგიური წიაღსლა რო გავაკეთოთ, რას მივხვდი იცი და ეს ილიას მაგალითი შეიძლება განვაზოგადოთ და საერთოდ ადამიანური თვალსაზრისით განვიხილოთ, რომ ყველა პროფესიონალს და ადამიანს, რომელიც თვითგანვითარების გზაზე დგას, ალბათ ეს მომენტი უდგას წინ. და რას გულისხმობ და ამ შემთხვევაში ილია ძალიან თვალსაჩინო მაგალითია ამის, რომ რა თქმა უნდა, მას როგორც ადამიანს ადამიანური შიში შეიძლება გაუჩნდეს ორთა ბრძოლის წინ. თუმცა შინაგანად ყველაზე ვერაგი და ყველაზე მღრნელი შიში, აი ნიჭიერ ადამიანს და აი დიდი რესურსის მქონე ადამიანს ყველაზე დიდი შიში არის, რომ ვერ გამოიყენოს თავის ნიჭი, რომ ვერ რეალისტეს, რომ უღალატოს თავის თავს. ეს იმდენად აი რაღაცა ყოვლის მომცველი შიშიც აღარ ქვია, ეს არის ძრწოლა. აი ამ დაკარგულობის წინაშე, რომ შეიძლება ვერ გაამართლოს ის, რაც სამყარომ და უფალმა მისცა მას, ხო? აი, როდესაც სასწორის სპინზე დგას, აი ეს შიში, რომ ეხლა მე ვინც ვარი,
იმისათვის რაც არის საჭირო ის ნაბიჯები უნდა გადავდგა და რეალიზდე და თუ მებრძოლი ვარ დავამარცხო და თუ სხვა პროფესია გაქვს იქ რაც საჭირო ის გააკეთო და როცა სასწორის სპინზე ერთი ესე და თუნდაც ამ ასე ვთქვათ გზაზე რაღაც ადამიანური შიში იყოს ამას იმდენად აბალანსებს ის შინაგანი სხვა ტიპის აი რაზეც ვთქვი ეგზისტენციალური შიში რომ შეიძლება ვერ გაამართლო ის ნიჭი რაც გაქვს და ეს იმდენად მამოტივირებელია რომ აი ამ მომენტში ხდება ეს გადაწონა და მე მგონია რომ აი აქედან იღებს იმ ძალას ენერგიას და შთაგონებას სწორედ ილია რომ მოერიოს ყველანაირ ადამიანურ შიშს იმიტომ რომ ღრმად ვარ დარწმუნებული და აი იგრძნობა ეს ილიას ორთაბრძოლებში რომ მასში და როგორც თითოეულ ადამიანში მით უმეტეს დიდი ნიჭის მქონე ადამიანში არის ეს inner child რასაც ქვია ანუ შინაგანი ბავშვი რომელიც არის უშრეტი ენერგიის წყარო და რომელსაც არ უნდა უღალატოს სულ მისი ერთგული უნდა იყოს ეს აუცილებლად მინდოდა მე თქვა მოკლედ გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას და რა თქმა უნდა პირველ რიგში ილია თოფურიას და წინ და წინ ვიყურებით კიდევ საოცარი ორთაბრძოლები გველის რა თქმა უნდა